აი გლოცავთ ყველა სტილი სიყვარული, კვლავ დღევანდელი სახარება გვაძლიერებს, გვამხნევებს, კვლავ უფლის სიტყვა გვამშვიდებს და გვაძლევს სტიმულს იმისათვის, რომ უფრო მეტად სულიერი გავხდეთ, მეტად გავძლიერდეთ წმენაში, იმედში, ღვთისმეტში და რა თქმა უნდა სიყვარულში. როდესაც ვიხულობენ, რომ დღევანდელ სახარებაში ვინაც სასხებლე დედანი ვინ გარდა გვიგოროს ჩვენ ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა. აი ეს საოცარი რა ხდება და როდესაც მიხედეს და იხილეს უკვე გარდაგორებული იყო ეს ლოდი. უკვე გარდაგორებული იყო ეს ლოდი. ანუ ქრისტე უკვე აღდგარი იყო. რასაც ამოწმებს ასევე ანგელოზი, რომელიც იხილეს მათ, ჯდომარე, მარჯვენით კედლით. შემოსილი 60 სპეტაკით და განხდეს. და ანგელოზმა უთხრა, რა ჩვენ ასევე წმენაში გვაძლიერებს. ნუ განხდება. იესოს ეძიებ ნაზარეოცა ჯვარსმოს. აღზრდა არა არ საქა. აჰა, ის ადამი დააზრეს იგი. აი ესე უთხრა პირდაპირ, ანუ ანგელოზი ზეცაც ამოწმებს, ზეციური იერარქია ამოწმებს და ბეჭედს ადებს იმის სასწაულისა, რომელსაც ქვია აღდგომა ქრისტეს. რა თქმა უნდა, ამას მთელი სახარებისეული მოვლენები უსწრებდა წინ. მაგრამ ეს უფალმა ყოველივე იმიტომ აღასრულა და იმისათვის გამგო ყველაფერი და ეს ჩვენთვის და ჩვენი ცხოვრებისათვის მიიღო ნება, ჯვარცმა, აღდგომა ყველაფერი და ზეცადამაღლება იმისაც გააკეთა, რომ ადამიანი ღმერთს მიემსგავსოს მადლით. რომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მეტი უნდა მოვიდოდეთ თუმცა აი მომავალ მარხვაში, რომელიც მოდის. წინა რა თქმა უნდა, ესეთი პერიოდები ცოტა თავისებურია და თავისებურად მძიმე როგორ, ну თავისებური სიმძიმე, ანუ ბრძოლითი სიმძიმე ახასიათებს. ბრძოლები აქვს მარხვის წინა პერიოდს, საკმაოდ ესეთი თავისებური ხილავი ბრძოლა ყოველთვის გვახლავს, ყოველთვის გვაქვს, მაგრამ განსაკუთრებით მარხვის წინ იცის ესე. აი ვითომ ესეთი არ არის ჯერ მარხვა დაწყებული თითქოს რაღაცა მოდუნებული ხარ, არა ხარ ჯერ მაინც. მაგრამ აი საკმაოდ ესეთი ბრძოლებიც ის რომ მარხვაში შემდეგ შეიძლება ვერ შეხვიდეთ დატყარ ფორმაში. მე პირველი კვირა თავისებულია კიდე. იმასაც თავის ბრძოლებია, მაგრამ აი მარხვის წინა და სხვათა შორის მარხვის შემდეგი ბრძოლებია საოცარი. მარხვა რომ დამთავრდება, მერე მეშინია ხოლმე. ესე ვიზარდეთ იმდენი ბრძოლებიც ხომ, რევლისაგანაც მესმის მეც პირადად და ვინაც გასგული ხო ბრძოლების, მაგრამ მარხვის მერე ის კიდე ხო პარადოქსი, მაგრამ მარხვის მერე დამთავრდა ომი შვიდობის გეშინოდი მაშინ. ესეთი რაღაცა ის მე. ისეთ ბრძოლები მარხვის მერე რომ თელი რაც ამ მათი მიიღო, მაგრამ შეიძლება სულ გააფანტო და გავიდეს სადღაც წავიდეს, რომ ამოგეწმინოს მაგრამ აი რატო, იმიტომ რომ თუ მოდუნდი ეს მოდუნება არ უნდა იყოს. ესეთ დუნდები ხა მარხვის ჯერ არ არის დაწყებული რაღაცა და ესეთი ისიც რომ მდგომარეობების ძალიან პერიოდია თავისებური. ეს პერიოდი საერთოდ. განგებულება ხო? რატომ მოხდა ზუსტად ამ დროს არის და მარხვა რატო არის ესე? ვაი ამ დროს არის? გარდამავალი პერიოდი. მთელი სამყარო აგებული ამაზე. აი მთელი ციკლებია ხო მუზარმაზარი. დროითი ციკლები, სივრცული ციკლები. ყველაფერი მოძრაობაში დიდი თემაა. მთელი კოსმოსი არის ამაზე აგებული. აი ეს ქრისტესია ყოველი მის შემოქმედზე ეს დროებითი წრეები, დროებითი ციკლები, როდესაც რაღაც თავდება და ახალი ცხოვრება, ყოველთვის გარდამავალ ეტაპებს თავისი სიმძიმე და ბრძოლა ახლავს. თუმცა ეს შემთხვევითი არ არის, აი ესეთი დრო, როცა მარხვა ამ დროს, როდესაც ესეთი ბრძოლები იცის, ადამიანმა განსაკუთრებული გამოცდილება უნდა მიიღოს. ამიტომ ტკივილი ახლავს ამას. ვერ შეყვან მარხვაში უთქივნეობა, ვერც მარხვაში იქნები კომფორტში და ვერც მარხვის შემდეგ იქნები უთქივნეობად ვერდას მაინც გექნება. რაღაც ნალექს გიტოვებს. ყველა წამალი თავის გვერდით ეფექტს ტოვებს მაინც. კი, წამალია სულ ის ბალბოცა და მაგრამ მაინც ტოვებს. ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო. სულ მუდამ ამაზე რა თქმა, სულ უბიძებ და ილოცებ. რა თქმია, ეს ლოდიო გარდაგორებული არის. როდი გადაგორებული ზახსნილი ვინც უფალი უფლის გახსნილს უფლის
აღსრულებულს უფლის გაღებულ კარს ვინ დაკეტავს, უფლის გარდაგორებულ, მისი კურთხევით გარდაგორებულ ლოცს ვინ ჩაქოლავს იმ შესასვლელს. მე ვარ გზა, მე ვარ ჭეშმარიტება, მე ვარ სიცოცხლე, მე ვარ კარი ამბობს. ამიტომ გზააბნეული ადამიანი ზუსტად რომელიც სადღაც გაუგება ლოკაციაში იმყოფება და გზაჯვარედინზეც არ არის, სადღაც გაუგება ადგილასა და ვერ გაუცნობიერებენ თავისი ტოპოსი სად იმყოფება და სულიერი რუკა მისი დიდი ხანია დაკარგა და თუ აქვს კიდე ის და არასწორი მასშტაბითაა ის რუკა და არის კიდე საერთოდ წავიდეს კომპასი არ აქვს სულიერი. ესეთი ადამიანი იქნება ესე დაბნეული, დატოვებული, გზაზე დატოვებული, ჩამოგდებული, თვალე ბახვეული ადამიანი ვით არის. მოიცილებს სახელს, ადრეს ვამბობთ შედარებას და ხედავს, რომ თურმე სადღაც არის შორს სახლიდან და ხედავს, რომ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე ეს არის ქრისტე. და თურმე ის კომპასი სულიერი, რომელიც აქვს მას, უკვე აქვს მას, რომელიც მონათული ადამიანია და მას მიეცა 7 ნიჭი, ის კომპასიც იგულისხმება. ის ნიჭებში არის, აი ნახეთ კატეხიზმში ნიჭებში 7 ნიჭია. 9 ნაყოფი უნდა გამომიღოთ, მაგრამ ის ჯერ ნიჭებია. იმიტომ მოგვეცა რომ ის 9 ნაყოფი გამოიღოს. ძალიან ნიადაგზე კი არ დაგვავა, რომ აი ესე გამოიღე. მოგცა 7 ნიჭი, 7 ტალანტი, ხო რომ გაამრავლე და 9 ნაყოფად დაგწია. იქ ის სულიერი კომპასი, სულიერი გზის მაჩვენებელი სწორი მოგცა და იმას უნდა მიხვე. იმით უნდა იხმძღვანო და ნელ-ნელა თანდათანობით წინ და წინ წახვა. როცა გზა აგებნება, ის ყოველთვის მიგიწევს, იმისთვის არის ლოცვის მასწავლებელი უფალია, რა თქმა უნდა, ლოცვის სასწავლებელი ეკლესია, ლოცვის მასწავლებელი ასევე მოძღვარია და სულიერი დადაზმას შეგეხიდება უფარული ანგელოზია შეგეხიდება გიბიძგებს, გზას გაჩვენებს, ხელს შეგაშველებს, ხელს კი არ კრავს, ხელს შეგაშველებს, ხელში აგიყვანს ბოლოს და ბოლოს უფალი ანგელოზია უფლის კურთხევით და გზას გიბიძგებს, მაგრამ შენ უნდა გადადგა ნაბიჯები. თუ არ დაგიხარ და არ მოძრაობ, არ მახულობ, ალოცულ ბარეზიერებით, ვინც არ დადის, ვინც არ მოძრაობს, ვინც არ შრომობს, ვინც სამხრივ მხოლოდ მიღების რეჟიმშია ჩართული, მარტო მადლი მივიღე არ არის, კი მიიღებ, მაგრამ შენ უნდა ძალისხმევა, ღვაწლითი ძალისხმევა გამოიჩინო, შენ უნდა ღვაწლი აღასრულო, რომ შენ თუ არ გაიარე, ნაბიჯები არ გადაგკი, აზბილი კი არ გაიკებნება, შენ გაღებულ კარებში შენ უნდა შეხვიდე, შენ მიგიყვანენ, დაგსვამენ, კი ბატონო, კარსაც გაგიღებენ, მაგრამ ლოცვას გადაგიგორებენ, მაგრამ შედი გადაწყვეტ, შენ უნდა გადადგე ამის ხო? რომ საძოვარი პოვო, ესე იგი სულიერი საზრდო პოვო და სხვა ბევრი რამ. იპური ჩვენი არსობობაში გამოჩვენებაში რა იცით, რომ მარტო ბიოლოგიური ფეოფორე ხო არ შედის. შედის სხვა უამრავი აღარ ჩამოთვლილი უამრავი რამ. და ზუსტად მარხვაში უსვამთ ხას ჩვენ იმას, რომ ჩვენი ცხოვრება და ჩვენი ცხოვრების პრინციპი აზრი არის არა მარტო ბიოლოგიურ საკვებულში, რომელიც მხოლოდ სხეულს ასუქებს და სხეულს აბსუხებს და სხეულის ფიზიოლოგიური ფუნქციონირებისთვის არის. ბიოლოგიური პურით არ მიდგას ჩვენ სული, არც ბიოლოგიური პურის მიღება არ მიღებაშია მარხვა. ხას უსვამთ იმით, რომ რაღაც გარკვეული აბზალობით პრინციპს უსვამთ ხას, რომ ჩვენი ცხოვრების არსი არა ბიოლოგიურ საკვებშია და პურში, არამედ იმ პურში, რომელზეც უფალიანობს არა პურით და მხოლოდ სხონდების კერძი, არამედ სიტყვით, რომელიც გამოაქვს პირისა და ღვთისა. ღვთის ღვთაებრივ სიტყვაში, მისი არსიდან გამომავალ ღვთაებრივ მადლ ენერგიებში არის ჩვენი ცხოვრების საზრის პრინციპი, მამოძრავებელი ძალა, რესურსი თუ რაღაც რა დავარქვა კიდე ასე შემდეგ. აი ამას უნდა მივახსენოთ მარხოში ხორებო თორემ ჭამარო წარწმიდავდეს ადამიანს და არ ჭამარო აცხოვრებდეს ამაზე ადვილი რა იქნებოდა მაშინ. თუმცა არ გადის ქრისტიანული გზა. ქრისტიანული გზა სულად თელ ადამიანზე გადის, სულზე, საფრთხეზე და სხეულზე და განსაკუთრებით მის მეტაფიზიკურ სულიერ მისტიკურ ცენტრზე, გულზე და გონებაზე, ორივე პოლუსი გადის, განსაკუთრებით გულზე. ამიტომ და დაგუსო და წარმატება გისურვოთ ამ მოახლოებული მარხვის ღვაწლში. ამ მონაკვეთში განსაეკლესიის მიერ განსაზღვრულ დროით განსაზღვრულ მონაკვეთში ჩვენ მოგვეცა საოცარი საშუალება იმისა, რომ დამშვიდეთ, ჩვენი გონება გავაჩეროთ. ჩვენი გონება გავხადოთ არა ამბრეული, ამბრეულ წყალში თევზს და ამბრეულ წყალში არაფერი არ ჩანს. განუწმენდელ და ამბრეულ სარკმელში არაფერი არ ჩანს. ჩვენი გონება უნდა დაილეკოს. ეს შლაკები და ტოქსინები დაგხვდეს, დაწნადეს. როდესაც წყალი ღელავს და სტუნებების ქარი უბერავს,
და ათასნაირი შფოთი, სტრესი და ათასნაირი აფექტები ადამიანის მისი სულიერი ზღვის, სულიერი დინარის, სულიერი ასე ვთქვათ წყლის ზედაპირს აშფოთებს, მასში არ ჩანს არაფერი სწორად და მართლად. ხოდახოდ როცა დამშვიდდება, ხოდახოდ როცა დაყუდება და დაწყნარდება ეს შფოთები, აფექტები, ემოციები, ცნებები, აზრი გამოიტანება და ღვაწლში გაღრმავდება, დამშვიდდება ზედაპირი ჩვენი სულიერი წყლისა. დამშვიდებულ ზედაპირში ნათლად და გაუმგრუდებლად ირეკლება ზეცის საოცარი სილამაზე. თუ არა, ვარსკვლავი თუ მზე, თუ ასე შემდეგ და ხედავთ რა მას ვიხარია და ვადიდებთ უფალს. იმიტომ რომ ჩვენ როგორც ღვთისნების აღსრულებლებს, ჩვენ ვადიდებთ უფალს, ვიყურებთ და ქმნის, ვადიდებთ შემოქმედს და ყოველივე უფალზე მოგვითხრობს მთელი სამყარო. ყოველივე ars, ყოველგან ars, ყოველსავე აღწევს. ამიტომ მთელი სამყარო მოგვითხრობს მის შემოქმედზე. და ამას უნდა დაუდგოთ ჩვენ განსაკუთრებით მარხვაში, ჩვენ სულიერ ცხოვრებაში ადგილი. ყოველივე მსოფლიო დაუდევო ზრუნვა და ზეცისაკენ გვეჭიროს თვალი, მაგრამ პერიფერიულად მიწიერი, ასე ვთქვათ, ლოკაციაც არ გამოგჭეს. იმიტომ რომ საშიში არ გახდეს მოწყვეტა მიწიდან და მხოლოდ სამხრივი განვითარების საშიშროება არ აღმოჩნდეს. მხოლოდ ზეცისკენ, მაგრამ ამავე დროს ყოველთვის უნდა გქონდეს პერიფერიული მზერა. რომ ჩვენ კი მივდივართ წინ, მაგრამ მარტო ჩვენი წინსვლა არ არის მთავარი მიზანი. მთავარი მიზანი ის კი რომ შენ მიდიოდე მარტო ოდენ წინ. შენ თუ იმეს რამე უჭირს, ან იმეს რამე ჭირდება, მზად უნდა იყო ხელი გაუწოდო და მასაც შენ ძმას თუ შენ დას თუ სულიერ არსებას და ყველაფერს, ყველა არსებას ხილს გაუწიო დახმარება, თანაგანცდა, თანამზრუნველობა და სიყვარული გამოიჩინო. და მაშინ შენ როდესაც შენს თავს პირველი არ გამოაჩენ და არ გამოჩნი წინ და დადგები მორიდებულად და იქნები უბრალო, მაშინ დაგინახავს ის უნდა დაგინახოს და იქნები იქ სადაც იყოს საჭირო და სადაც ღირსი ხარ და სადაც დაგაკეთებს თვითონ ანგელოზი ღვთისმოქმედი და გზაქსმილი გექნება და ყველა დაპყრობა ადვილად გადალახოთ იქნება და გზა და ყველა დაკეტილი კარები გაიგო. ამიტომ გესურვებთ რომ მადლობისა ჩვენს იესო ქრისტესი გზახსნილი, წარმატება, ბედნიერება, შვიდი და აუღელვებელი გამარჯვებით, მცირე გამარჯვებით, მცირე წინსვლებით, მაგრამ მაინც მცირე, მაგრამ წარმატებებით სავსე და წინსვლით ახსილი ყოფილიყოს ეს მომავალი მართვა თქვენთვის და ყველა ადამიანისათვის, ყველა ლოცველისთვის, უწრფელი, მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, რომელიც ცდილობს რომ ადიდოს უთვალი და იყოს ღვთისაკეთოს ყველაფერი აზრით, სიტყვით და საქმით ღვთისმსაჯულოს სულის საცხოვრებლად. მადლობთ ჩვენს იესო ქრისტეს, იყოს თქვენ ყოველდღე თან ამინ.